ბოტანიკის დარგებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი არის მცენარეთა ანატომია, რომელიც იყო თავიდან ფაქტიურად საფუძველი ბოტანიკის განვითარების, ჯერ კიდევ გასული საუკუნეებიდან დაიწყო კვლევა მცენარის შინაგანი აგებულების, შინაგანი სტრუქტურის, რადგანაც ადამიანში ეს იწვევდა ძალიან დიდ ინტერესს, რომ ჩაეხედათ თუ როგორი აგებულების იყო სხეულის შინაგანი სტრუქტურა. თვალით ამისი დანახვა არის შეუძლებელი, აი აქ თქვენ ხედავთ ყლორტის სხვადასხვა სიგრძეზე წარმოდგენილ ჭრილებს, რომლებიც შედგება სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან და რა თქმა უნდა ამისი თვალით დანახვა არის შეუძლებელი, ის მოითხოვს სხვადასხვა მიკროსკოპიული კვლევის მეთოდებს, თავდაპირველად სინათლის მიკროსკოპით იყო ეს დანახული, მაგრამ აი აქ ხედავთ, რომ დღეს თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელია მაგალითად ფოთლის ჭრილში დავინახოთ უჯრედების სამგანზომილებიანი სივრცითი გამოსახულება, ეს გახლავთ მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპი, ხოლო აი აქ ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია უჯრედის თითოეული ორგანელას სტრუქტურა შევისწავლოთ და ვნახოთ. თანამედროვე კიდევ საბოლოო მეთოდი მიკროსკოპული კვლევის გახლავთ კონფოკალური მიკროსკოპია, რომელიც არა ორგანელების, არამედ მოლეკულის დონეზე გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ უჯრედის შიგნით, აი ხედავთ შეფერილობა, ქრომოსომების, სხვადასხვა ფერის ფლუორესცენტული საღებავით შეღებილი ქრომოსომები და ეს გახლავთ მიტოზის უჯრედის დაყოფის პროცესი, რომელიც ჩანს აი ამ მიკროსკოპში. ამიტომ მცენარეთა ანატომია ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც თანამედროვე მიმართულება დღევანდელ კვლევებში, რადგან ყოველთვის საჭირო არის ნებისმიერი ორგანიზმის და სხეულის შინაგანი სტრუქტურის შესწავლა მიკროსკოპის გამოყენებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საწყისი მიმართულება ბოტანიკაში გახლავთ მცენარის მორფოლოგია. შეიძლება უწოდოთ ამას ფიტომორფოლოგია, რადგანაც ის მცენარის გარეგნობას აღწერს. ხშირად არის კიდევ ტერმინი ფიტოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სხვადასხვა ფორმის მცენარეთა ორგანოები და შევადაროთ ისინი სახეობის დონეზე. ეს არის გამოყენებული იმისათვის, რომ გავარჩიოთ სხვადასხვა სახეობები და მოვახდინოთ მათი კლასიფიცირება. სისტემატიკა ფაქტიურად ეფუძნება მორფოლოგიურ ნიშნებს. იმისათვის, რომ ხშირად გავიაზროთ ფორმა რა კავშირშია ინდივიდის გენეტიკურ მონაცემებთან, გენომთან, ხან შეიძლება ვიზუალურად დავიბნეთ, აი ხედავთ მაგალითად, აქ რაც არის წარმოდგენილი განსხვავებული ფორმის ფოთლები, რომელსაც ფორმა აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა, თუმცა ეს ყველა მათგანი გახლავთ მუხის ფოთოლი, ანუ არის ერთი და იგივე ტაქსონომიური ჯგუფის ერთი და იგივე ორგანო, ამიტომ ამას ხშირად ჰომოლოგიურ ორგანოებს უწოდებენ, რადგან მათი წარმოშობა არის ერთი და იგივე. ხოლო რაც შეეხება აი აქ რასაც უყურებთ თქვენ მეორე სურათზე, ეს გახლავთ მსგავსი მორფოლოგიურად ძალიან მსგავსი არიდულ რეგიონში, უდაბნოში გავრცელებული სხეული, ორი ინდივიდის, რომელიც ძალიან გავს ერთმანეთს, თუმცა ესენი არიან ძალიან დაცილებული, ერთმანეთს ფილოგენეტიკურად ძალიან დაცილებული სახეობები. ერთი არის რძიანა, ეუფორბიაცეებიდან, ხოლო მეორე გახლავთ კაქტუსი, კაქტაცეე. ანუ სულ სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები ძალიან გვანან ვიზუალურად ერთმანეთს, ანუ მსგავსი ფორმა აქვთ, ამას ქვია ხოლმე კონვერგენცია და იმისათვის, რომ ჩვენ არ შეგვეშალოს მსგავსი სახეობების და სხვათა განსაზღვრა, უნდა ვიცოდეთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ამას კი გავარკვევთ, როდესაც მის შინაგან სტრუქტურას ანატომიის გამოყენებით შევისწავლით. მცენარის მორფოლოგია თავისი მნიშვნელობით ძალიან აქტუალურად არის დღეს გამოყენებული
თანამედროვე ტაქსონომიაში, როდესაც მოლეკულური სისტემატიკა არის წამყვანი დარგი დღეს, მაგრამ მორფოლოგიის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ სახეობებს შორის განსხვავებაზე, ამ მსგავსებაზე, დავადგინოთ მისი გენეტიკური კავშირი მოლეკულური მეთოდების გამოყენებით, მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა მოხდეს მათი მორფოლოგიური და მორფომეტრული, ანუ გაზომვითი მონაცემების მიღება და სტატისტიკური შედარება. ეს მიმართულება ჩვენთან არის ძალიან განვითარებული და გამოყენებადი, ამაზე ვმუშაობთ და ძალიან აქტუალურად ვიყენებთ თანამედროვე ტაქსონომიაში. ტაქსონომია და სისტემატიკა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვასხვაოთ ერთმანეთისაგან სხვადასხვა სახეობები მცენარეთა, ასევე დავადგინოთ კავშირები მათ შორის, როგორც მორფოლოგიურ, ისე გენეტიკურ მრავალფეროვნების საფუძველზე. აი ახლა ხედავთ დენდროგრამას, რომელიც არის თანამედროვე მოლეკულურ სისტემატიკური მიმართულების ერთ-ერთი შედეგი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გენეტიკური კავშირები ევოლუციის პროცესში, თუ როგორ წარმოიქმნა სხვადასხვა სახეობები და რა კავშირები არსებობს მათ შორის. ესეც ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ბოტანიკის. ასევე ბოტანიკა მოიცავს სხვადასხვა მეცნიერებებიდან შემოსულ კვლევის მეთოდებს, იმისათვის რომ ჩვენ ვიცოდეთ მცენარის გენომის აგებულება, ან მასში მიმდინარე გენეტიკური ცვლილებები, მუტაციები მაგალითად. ამისათვის საჭირო არის გენეტიკური მეთოდების გამოყენება და დღეს მცენარეებზე ეს მიმართულება ძალიან აქტუალურად არის გამოყენებული. თქვენ ხედავთ აი აქ გამოსახულებას მცენარის, რომელსაც ეწოდება არაბიდოფსის თალიანა, რომელიც წარმოადგენს ფაქტიურად მცენარე ლაბორატორიულ მცენარეს, რომელიც შეესატყვისება თაგვს მაგალითად, ან დროზოფილას ცხოველებში, რომელიც ლაბორატორიულად გამოყენებული ყოველგვარი კვლევისთვის, ხოლო მცენარეების შემთხვევაში გამოიყენებოდა სწორედ არაბიდოფსისი. აქ არის ლაპარაკი სხვადასხვა მუტაციაზე, გენურ ცვლილებებზე, რომელიც იწვევენ ასევე მორფოლოგიურ ცვლილებებს და იმისათვის, რომ ჩვენ გავერკვეთ გენეტიკურ ცვლილებებში, უნდა ვიცოდეთ თითოეული ორგანოს მორფოლოგიური სტრუქტურა და აგებულება. ასევე პალეობოტანიკა ან პალინოლოგია, რომლებიც სწავლობენ ნამარხ მცენარეებს, ასევე მტვრის მარცვლებს და სპორებს. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღევანდელ გარემოში, როდესაც საქმე გვაქვს კლიმატის ცვლილებასთან და უკვე დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ხშირად იცვლება კლიმატი, რომელიც დაკავშირებულია ასევე მცენარეული საფარის ტიპის ცვლილებასთან. და როდესაც ჩვენ გვაინტერესებს წარსულში როგორი იყო კლიმატური პირობები ან მცენარეული საფარი, მაშინ სწორედ ნამარხი მცენარეების შესწავლა გვაძლევს იმის საშუალებას ავადგინოთ მცენარეთა განვითარების ისტორია, მათი ევოლუცია. ამ მიმართულებით კვლევები წარმოებს ჩვენთან საქართველოშიც პალეობიოლოგიის ინსტიტუტში. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ მცენარეთა ფიზიოლოგია, რომელიც შეისწავლის მცენარეში მიმდინარე ფუნქციებს, მათ თვისებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგეხსენებათ მცენარისთვის არის ფოტოსინთეზი, როდესაც მზის ენერგიის ხარჯზე მცენარეს შეუძლია არაორგანული ნივთიერებიდან წარმოქმნას ორგანული ნივთიერება. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია მცენარისთვის არის სუნთქვა, წყლის ტრანსპორტი და აგრეთვე სხვადასხვა გარემო ფაქტორებთან ადაპტაციისთვის გამოვლენილი სეკრეტორული და სხვადასხვა ფუნქციური თვისებები, რომელსაც სწავლობს ეს მიმართულება. მცენარეთა ეკოლოგია, ეს გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ასევე ეხება მცენარეს, ამიტომ მოითხოვს მცენარის შესახებ ძალიან დიდი ინფორმაციის ცოდნას, როგორც მისი აგებულების, მისი ფიზიოლოგიის და მისი ტაქსონომიური მნიშვნელობების ცოდნას.
ხოლო ეკოლოგია, რა თქმა უნდა, თავისი მიმართულებაა, რომელიც ახდენს შესწავლას მცენარის დამოკიდებულებას გარემო პირობებისადმი. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, როგორც მცენარეთა დაცვა, ისე მცენარეს დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებასთან. ეს აქტუალური მიმართულებებია დღევანდელობაში. ეხლა შევეხოთ მცენარის კვლევის მნიშვნელობას ისეთ გამოყენებით დარგებში, სადაც ადამიანს აუცილებლად სჭირდება მცენარე სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ერთ-ერთი მაგალითად გახლავთ მებაღეობა, ანუ ჰორტიკულტურა, იმისათვის რომ დეკორატიული და ლამაზი მცენარეები გამოიყვანო, ამ ფორმით, როგორც არის ეს მოცემული, საჭირო არის ვიცოდეთ ისევ მცენარის გამრავლების საკითხი, როგორ გავამრავლოთ, როგორ გავაღიოთ თესლი მაგალითად, ამოვიყვანოთ, მაგრამ როგორ მივცეთ აი ასეთი ლამაზი ფორმა მცენარეებს. ეს არის გამოყენებადი როგორც პარკების, ისე ლანდშაფტების დიზაინის საკითხებში. აგრონომია. ეს არის მთელი სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულება, რომელიც ასევე საჭიროებს ცოდნას მცენარის აგებულების, სტრუქტურის და ბოტანიკის ესეთ ფუნდამენტურ ცოდნას. აგრონომიის გარეშე ადამიანი უბრალოდ ვერ იარსებებს, რადგან საკვები მცენარეები სწორედ აქედან მოიპოვება. მეტყევეობა, ტყის მენეჯმენტი და გამოყენება ტყის, ასევე მისი დაცვა მოითხოვს ცოდნას მცენარეთა შესახებ, განსაკუთრებით მერქნიანი ხემცენარეების, ბუჩქების და ასევე მისი ბალახოვანი საფარის ყოველგვარი მონაცემები არის საჭირო ვიცოდეთ და შევისწავლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულება დღევანდელი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანთა პოპულაცია ასეა გამრავლებული და პრობლემას წარმოადგენს საკვები მცენარეები, ისინი გარემოში, ბუნებრივ ჰაბიტატებში არსებულ ველურ-მცენარეებსაც აზიანებენ, გამოიყენებენ მას, ამიტომ უნდა გავერკვეთ თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ისე რომ არ დავაზიანოთ გარემო. ამ მიმართულებით ეკონომიკური ბოტანიკა სწავლობს ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის მცენარეთა გავრცელებას, მათ მდგომარეობას, დაზიანების ხარისხს, უარყოფით ზემოქმედებებს და შეიმუშაოს ასევე რეკომენდაციები, როგორ შევინარჩუნოთ გარემოში არსებული მნიშვნელოვანი მცენარეები. ეთნობოტანიკა ეს არაჩვეულებრივად საინტერესო მნიშვნელოვანი დარგი, განსაკუთრებით ისეთი ისტორიულად მდიდარი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჩვენი წარსული, ეს არის საოცრება, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ინფორმაციას უძველესი დროიდან ადამიანის მიერ მცენარეთა გამოყენების შესახებ და ეს ინფორმაცია არის შემორჩენილი ჩვენს მოსახლეობაში და ეთნობოტანიკის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ ინტერვიუების აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან და იმ ცოდნის შეგროვება, რომელიც არ არის წერილობით მონოსკრიპტებში მოცემული. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე თანამედროვე მიმართულება ფიტოქიმია, რომელიც ეხება სამკურნალო მცენარეების ქიმიურ შემადგენლობას და იმ ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლებელია იქნეს გამოყენებული და ამ მიმართულებით მუშაობენ არა მხოლოდ ბოტანიკოსები, არამედ ქიმიკოსებიც, თუმცა რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ ბოტანიკოსებისგან მცენარეთა იდენტიფიკაცია და გარკვეული ორგანოების გარკვევა იმისთვის, თუ რომელი ორგანო და აი მაგალითად რომელ უჯრედებში არის ის სეკრეტორული ნივთიერებები, რომელსაც აქვს ესეთი აქტიური ფიზიოლოგიური მოქმედება. ფიტოპათოლოგია, ანუ მცენარის დაავადებების შესწავლა, ეს დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, მიკროორგანიზმებთან, ძირითადად სოკოვან, ვირუსულ ან ბაქტერიულ დაავადებებთან, მაგრამ ესეც აუცილებლად მოიცავს იმ
ცოდნის აუცილებლობას, რაც არის მცენარის აგებულებასთან და მის სტრუქტურასთან დაკავშირებული. ეხლა, როდესაც ჩვენ მცენარეებზე ვლაპარაკობთ, ძირითადად გულისხმობთ ხოლმე უმაღლეს მცენარეებს, ან ჭურჭლოვან მცენარეს, ხო? ხეებს, ბუჩქებს, ბალახებს და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს კიდე მცენარეთა სხვა ტიპები, სპოროვანი, უმდაბლესი მცენარეები, როგორც არის მაგალითად ხავსები, რომელთა შესწავლა ცოტა განსხვავებული მიმართულებაა და აი ამ დარგს, ბოტანიკის ამ მიმართულებას ეწოდება ბრიოლოგია, რომელიც სწავლობს ხავსებს. ასევე არის მიმართულება ფიკოლოგია ან ალგოლოგია, რომელიც წყალმცენარეებს სწავლობს, აქ არის ლაპარაკი როგორც ერთუჯრედიან, ისე მრავალუჯრედიან წყალმცენარეებზე, რომელთა აგებულება განსხვავდება უმაღლესი მცენარეების აგებულებისგან. და ასევე ლიქენოლოგია. ლიქენები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორის სახეობებია გარემოს დაბინძურების და კლიმატის ცვლილებისათვის. აი ეს გახლავთ ძირითადი მიმართულებები, რომელიც არის ბოტანიკის დარგში.